ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გახსნილი და დახშული სულიერი ხედვის შესახებ. ამ თემას ეხება სახარება, რომელიც წაკითხული იყო გასულ კვირას აღდგომიდან მე-6 შვიდეულის ბრმის კვირას და აი ამ სწორედ კვირის საკვირაო წირვის სახარებაში არის თემა აი ესეთი სულიერი ხედვის გახსნისა და დახშობის თემა. თავისთავად ეს სახარება მოგვითხრობს შობიდან ბრმის შესახებ, მისი თვალის ახელვის შესახებ, ფიზიკური თვალის ახელვის შესახებ, მაგრამ მთავარი შინაარსი ამ სახარებისა არის სწორედ შობიდან ბრმის ფიზიკური თვალის ახელის შემდეგ მისი სულიერი თვალის ახელა და პირიქით მათ ვისაც აქვთ ფიზიკური ხედვა თუ აი როგორ აქვთ, რატომ აქვთ და როგორ რა მიზეზით დახშული სულიერი ხედვა. კიდევ ერთხელ მინდა შენდობა ვითხოვო ჩვენი ესე ვთქვათ ამ სვენელის ამ გადაცემების სვენელებისაგან თქვენგან ყველასგან რომ მიზეზთა გამო რამოდენიმეჯერ დაგვიანდა წინსწრებით საკვირაო ქადაგების შესახებ საუბარი, აი ამჯერადაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ სახარებაზე, რომელიც წინა კვირას, ანუ აღდგომიდან მე-6 შვიდეულის ბრმის კვირას იქნა წაკითხული. მე ვფიქრობ, რომ ყველას კარგად ახსოვს ეს ამბავი, მოკლედ გაგახსენებთ მაცხოვარი შობიდან ბრმას თვალს აუხელს და აი იწყება ამის შემდეგ გამოძიება თუ ვინ არის ის ადამიანი, ვინც მას თვალი აუხილა. ჯერ საერთოდ კითხვა იბადება, ეს ის არის იმდენად წარმოუდგენელია, რომ შობიდან ბრმას თვალი აუხილა, აეხილა ვინმეს, არც სმენია არავის, ასე იგი ისტორიულად და იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ზოგი ამბობდა, ეს იმას ხო არ გავსო, ვინც აი აქ რო ბრმა იყო და ბოლოს თავად ამ ბრმად ყოფილმა დაამოწვა, რომ არა, მე ვარო ეს ვინც ბრმა ვიყავიო და ეხლა ვხედავ. ნუ ამის შემდეგ ესე იგი იქ იყო ერთი ესეთი თემა, ეს მისი განკურნება, მისი სასაულებრივი თვალის ახილვა მოხდა შაბათ დღეს და ნუ როგორც ჩვენთვის ცნობილია, წიგნობართა და ფარისეველთა მიერ შაბათის დღის შესახებ სწავლება იყო დამახინჯებული წიგნობართა და ფარისეველთა მიერ და ითვლებოდა, რომ საერთოდ არავითარი საქმე არ უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ დღეს, თუნდაც აი ესეთი კეთილი საქმე ადამიანის განკურნება და ასეთი უდიდესი სიკეთის კი არ უნდა გააკეთოს. ნუ ის რომ თავისთავად ეს არასწორი იყო, გასაგებია, მაგრამ მიზეზი რატომაც ასე სჯეროდათ, რომ ეს სწორია, იყო ის, რომ ბოლო საუკუნეებში ჟუნის მეცნიერები, წიგნობრები, ფარისევლები, საკმაოდ ისეთი სხვა დაჯგუფებები იყო, იუდეველთა დაჯგუფებები იყო და ერთ-ერთი ასეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ავტორიტეტული შეიძლება ითქვას მიმართულება, მიმდინარეობა, დაჯგუფება იყო
ფარისეველთა, რომლებიც სწორედ იმითი გამოირჩეოდნენ, რომ სჯულის წესებს ძალიან მკაცრად იცავდნენ, თან უნდა ითქვას, რომ ბოლო ეს არის ჩამოყალიბდა ქრისტეს შობამდე მესამე მეორე საუკუნეებში და აი სწორედ ეს ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში იყო ასეთი იუდეველთა შორის გავრცელდა ელინისტური სწავლება, სადაც ბევრი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აი ამ საღვთო სჯულის აღსრულებას თითქოს დაშორდა და საფრთხე იყო იმისა, რომ აი ეს გაუცხოება გაგრძელებულიყო და აი ამ ფარისეველთა მოძრაობა თავისთავად არ იყო, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო და ურიგო, ასე ვთქვათ, რომ აი პირიქით სჯულთან დაბრუნება მომხდარიყო, მაგრამ აი ეს დაბრუნება სამწუხაროდ ხდებოდა ზედაპირულად, ხდებოდა მხოლოდ, ასე ვთქვათ, წესების დაცვის და წესების ესეთი სრულყოფილად აღსრულების ესეთი საფეხურზე, დონეზე და ნაკლებად იყო, ასე ვთქვათ, ყურადღება გადატანილი შინაგან განვითარებაზე, შინაგან სრულყოფაზე და ეს იყო ძალიან სწორედ მიზეზი იმისა, რომ მათ აი ესეთი კაცობრივი სიბრძნე, აი რომელიც ხშირად ღვთაებრივი სიბრძნის განმარტება არაღვთაებრივი ლოგიკით. ანუ არსებობს ღვთაებრივი ლოგიკა და არსებობს ადამიანური ლოგიკა, ადამიანური სიბრძნე, რომელიც გარკვეულად ლოგიკას შეიძლება გარკვეულ ლოგიკას წარმოადგენს და რაღაც გარკვეულ ნორმებს და იმას ლოგიკის ნორმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მოწყვეტილია ღვთაებრივ სიბრძნეს და აი აქ არის თელი, ასე ვთქვათ, ტრაგედია, რომ ადამიანები შინაგანი განვითარების ნაცვლად იწყებენ აი ესეთი სჯულის წესების გაკერპებას ფაქტიურად და აი თუ წესი შეასრულე, შენ ვალმოხდილი ხარ ღმერთის წინაშე და ის რომ შენ შინაგანად არ შრომობ, შინაგანი განვითარებისათვის არ ცდილობ სრულყო შენი თავი, შენი სათნოებანი, აი ეს რატომღაც უკანა პლანზე იყო გადასული და ერთეულები იყვნენ, ვინც ასეთ ამას აქცევდნენ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს არ იყო, ეს მოთხოვნა არ იყო მთავარი. რამ გამოიწვია ეს? გამოიწვია რასაკვირველია იმან, რომ აი ამ ერთის შეხედვით სჯულთან დაბრუნების მოშურნეობაში, ესე იგი, იმდენად ძლიერი იყო ეს მოშურნეობა სჯულთან დაბრუნების, რომ ასე ვთქვათ, მაინც თვითონ ვინც უნდა დაბრუნებულიყო იუდეველთა საზოგადოება, თავისთავად სულიერად დასუსტებული იყო. ამიტომ იგი ჯერჯერობით აი ესეთ შინაგან საფეხურზე ვერ გადავიდა და დარჩა ამ ზედაპირულ საფეხურზე და მათი განმარტებები იყო არასულიერი. აი პეტრეს ეუბნება სახარების ერთ-ერთ ადგილას მონაკვეთში უფალი ეუბნება პეტრეს კაცობრიwსა ზრახავ და არა ღვთისასა, საყვედურს ეუბნება, მკაცრ საყვედურს ეუბნება, რომ ეს არის პირდაპირ აი ბოროტის საქმეა, ესე იგი განვეთ ჩემგანო, სატანაო, წარმოიდგინეთ უპირველეს მოციქულს, რომელიც მზად არის მართლა მისთვის სიცოცხლე გასციროს, ეუბნება, რომ განვეთ ჩემგან მართლუკუმ სატანა. რამდენად საშიშია ღვთაებრივი სიბრძნის ადამიანური სიბრძნით ჩანაცვლება. და საერთოდ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალებლობა არის ყველაზე დიდი ბოროტება, იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვა არის, ესე იგი, შესაძლებელი, რომ ადამიანმა მოინანიოს, მაგრამ წყალებლობა ეს არის ცოდვა, უბრალოდ ესე იგი, როდესაც ადამიანი იჯერებს, რომ
მისი ადამიანური სიბრძნე ზუსტად ასახავს ღვთაებრივ სიბრძნეს და ეს არის დაღუპვა, იმიტომ რომ ადამიანი შორდება ღმერთს და ნაცვლავარია მიყავს სხვა ადამიანები ამ გზაზე. ეს არის მწვალებლობა და ეს მწვალებლობა იყო ამ წიგნობრებში და ფარისევლებში და ბუნებრივია მაცხოვარი ღმერთი კაცი მოდის და ყველაფერს სწორად ასწავლის და პირიქით ჯულის განმარტება ხდება საღვთო ჯულის ახალი ძველი აღთქმის ახალი აღთქმით უფრო აღსება ჯულის მაცხოვარი ამბობს იმისთვის კი არ მოვედი რომ ჯული გავაუქმო რომ პირიქით კიდევ უფრო სრულყო იგი აღვასრულო იგი და მთელი სიღრმით სისრულით წარმოვაჩინო იგი და ახლა როცა მაცხოვარი ამას წარმოაჩენდა სიგნობრების და ფარისევლებისთვის ეს სრულიად დახშული იყო, ამიტომ ისინი ჯერ ხედავდნენ, რომ მოდის რაღაცა სწავლება, რომელიც მათ სწავლებას ეწინააღმდეგება, ეს ერთი და ბუნებრივია თვლიდნენ, რომ ეს უკვე ჯულის სერიოზული დამარღვეველია და როგორ შეიძლება ჯულის დამარღვეველი, რომ ესე იგი მისის ესე ვთქვათ სასწაულიც თუნდაც რომელსაც ის აღასრულებს იყოს ღვთისაგან და კიდევაც აბრალებდნენ იესო ქრისტეს რომ ბოროტი სულით მოქმედებს ანუ ფაქტიურად ჯადოქრობას აბრალებდნენ და ეს ამას ქვია სულიერი თვალის დახშობა დახშული ქონდათ მათ სულიერი თვალი და ისევ რა იყო ამის მიზეზი ამ სულიერი თვალის დახშობის მიზეზი ეს იყო ის რომ ადამიანები არ იყვნენ თვითკრიტიკული ანუ ადამიანები იყვნენ თვით დაჯერებული თვითკმაყოფილი ანუ ამპარტავნებაში იყვნენ და როდის ვარდება ადამიანი ამპარტავნებაში როდესაც არ ეძიებს საკუთარ თავში ნაკლოვანებას, არ ეძიებს შეცდომებს, არ ეძიებს ცოდვების გამოსწორებას. თითქოს ფიქრობს, რომ კი ცოდვილი არის, მაგრამ ერთი მიუტევს, უკვე თუ ის ჯულის კანონებს და წესებს აღასრულებს და ეს ისეთი გულგრილობა, შინაგანი, სულიერი მდგომარეობის მიმართ ესეთი თავარი მაინც ალბათ უნდა ითქვას, რომ სინანულის არ ქონა. როცა ადამიანს ფაქტიურად არ აქვს განცდა ითვისთა ცოდვათა და რაღაც ესე ძალიან გულგრილად, ძალიან ზედაპირულად უყურებს თავის ცოდვებს და ძირითადად თulis რომ მისი ცოდვებია მინიმალურია, არ არის საგანგაშო და რაც თავარია მას თავისი თავი მიაჩნია როგორც მართალი, როგორც ესე ვთქვათ მინიმალურად ცოდვილი, იმიტომ რომ ის ჯულის წესებს აღასრულებს და თითქოს ეს არის ნიშანი მართლაც სათნოებების გამსაზღვრელი ღვთის ნების აღსრულებისა, ღვთის სათნო ყოფისა და ესეთი თვითკმაყოფილებით არიან შეღრუბილი ეს ადამიანები და ეს არის ტრაგედია, რის გამოც მათი სულიერი ხედვა არის დახშული და ყველაფერი, რაც მათ ხედვას ეწინააღმდეგება, გამოცხადებულია ბოროტებად. და საერთოდ ამ მდგომარეობას, სულიერი ხედვის დახშულობას, სხვანაირად კიდევ შეიძლება ეწოდოს ესეთი კატეგორიული აზროვნება, როდესაც ადამიანი რასაც დაიჯერებს ესე იგი არაფრით არ უშვებს რომ რაღაცა მის ლოგიკაში შეიძლება იყოს შეცდომა. ასეთია ყველა მწვალებლობა და ასეთია სამწუხაროდ მწვალებლობის არსი რომ იგი ასე ვთქვათ ეჭვი არ შეაქვს თავის სწავლებაში, თავის ლოგიკაში და ეს ესეთი თვით დაჯერება, ასეთი ამპარტავნება ასაკვირველია უპავს მას, იმიტომ რომ აღარ უშვებს, რომ რაღაც შეცდომა შეიძლება მოუვიდეს. და არის მეორე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანს აეხილოს არა მარტო ფიზიკური თვალი, რასაკვირველია აღეხილება სასწაულით, ღვთისასწაულით, მაგრამ მაცხოვარი როდესაც კურნავს
მისთვის თავარი ის კი არ არის რომ ადამიანმა ფიზიკური ჯანმრთელობა დაებრუნოს. ფიზიკური ჯანმრთელობის დაბრუნება ეს უნდა გახდეს საწინდარი ადამიანის მიერ ღვთაებრივი აი ამ სიკეთის, ღვთაებრივი წყალობის აღქმისა, რომ აი როგორი მოწყალია უფალი და მცდელობა იმისა, რომ ესე იგი მადლიერება გამოხატოს უფლის, ესე საშუალება იმისა, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანი აღივსოს მადლიერებით და ეცადოს, რომ ღმერთის წინაშე რაღაცაი თავისი სწორი ცხოვრებით გამოხატოს ეს მადლობა. და თუ ადამიანი ცდილობს, რომ სწორი ცხოვრებით გამოხატოს მადლობა, ის ბუნებრივია ეძიებს თავის თავში რა არის ის, რაც სწორია, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, დაძლიოს თავისი სისუსტეები, გამოასწოროს თავისი ნაკლოვანებები, დაინახოს ცოდვები და განეშოროს მათ. აი ეს არის მადლიერება. რომ შენ აღიარო, რომ შენ მიიღე ღვთის წყალობა და მიიღე არა დამსახურებულად, არამედ სრულად ყოველგვარი დამსახურების გარეშე, როგორც დიდი მოწყალება და განიცადო ის, რომ შენ ვალში ხარ ღვთის წინაშე და ეს ვალი არის სათნო ცხოვრება, რომელიც ადვილად არ მიიღწევა და აი ამ სათნო ცხოვრებისკენ სწრაფვა ოღონდ არა ზედაპირული, არა ფორმალური, არა ფარისევლური, ანუ მხოლოდ ესე ვთქვათ, წესებისას, არამედ შინაგანი ფერისცვალებისაკენ სწრაფვა. და ის სწორედ ამ შინაგანი ფერისცვალებისაკენ სწრაფვას ქვია სხვანაირად კიდევ სინანული. იმიტომ რომ შენ თუ არ გაწუხებს შენს პიროვნებაში არსებული ხარვეზები, უფლისგან სისუსტეები, რომელიც უფლისნების აღსრულებაში ხელს გიშლის და ამის შედეგად შენში დაგროვილი აი ცოდვები, ანუ სხვანაირად ამას ქვია ვალი ღვთის წინაშე, შეუსრულებელი მცნებების ვალი და თუ ეს შენ არ გაწუხებს, რომ შენ ვერ უბრუნებ იმ წყალობის სანაცვლოდ შენ სიყვარულს ვერ გამოხატავ, შენ ესე იგი ამ მადლიერებას ვერ გამოხატავ, იმიტომ რომ გაქვს ეს უფლისგან, ასე ვთქვათ, უფლის ნების დარღვევის მაგალითები და აი ეს გაწუხებს. თუ ეს გაწუხებს, იგი შენ გინდა რომ უფლისადმი სიყვარული გამოხატო და თუ ვერ გამოხატე, მაგრამ ნანოფ ამას ღმერთი აი ამ სინანულს შეგიწირავს შენ როგორც აღსრულებულ საქმეს, ანუ პატიობს, ანუ გიხსნის ამ ვალს აი ამ სინანულისათვის და აი ეს სინანულის დაკარგვა ნიშნავს ამ პარტავნებაში ჩაძირვას, ხოლო სინანულის შენარჩუნება ნიშნავს მუდამ ხსოვნას, რომ ადამიანი არასრულყოფილი არსებაა, რომ ადამიანი დაუმსახურებლად ღებულობს ამ წყალობას, არა დამსახურების გამო, არამედ ღვთის დიდი სიყვარულის მოწყალების გამო და აი მუდმივი სწრაფვა სათნოებისკენ, სრულყოფისკენ და მუდმივი უკმაყოფილება, რომ ეს არ ხერხდება, ხშირად არ ხერხდება. აი ეს არის სწორი სულიერი ცხოვრება. ეხლა რა არის საინტერესო ამ ბრმად ყოფილის, ანუ შობინგან ბრმის სულიერ სამყაროში. ნუ პირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ნუ ძველად ასე ითვლებოდა, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა, ნებისმიერი აი ესეთი ტრაგიკული ბედი ამა თუ იმ პიროვნების არის შედეგი ამ პიროვნებაში არსებული ცოდვებისა, ან მის ოჯახში არსებული ცოდვებისა, თუნდაც მისი მშობლების ცოდვებისა და ესეთ კითხვას სვამენ მოწაფეები, უსვამენ იესო ქრისტეს, რომ ვინც ცოდაო, ამან ცოდაო თუ მშობლებმაო და საოცარი პასუხია მაცხოვრის, რომ არც ამან ცოდაო და არც ამ მისმა მშობლებმაო. აბა ვინც ცოდა? აბა რატომ არის ეს? ესო მას აქვსო სადიდებელად ღვთისაო ეს განსაცდელი, ანუ ეს საშინელი დაბადებიდან ეს ძიმე ჯვარი, სიბრმავე ადამიანი, ესე იგი მოკლებულია ყოველგვარ, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი საქმიანობის პირობებს
და მათხოვრობს რომ თავი ესე ვთქვათ ირჩინოს და აი როგორი შეზღუდულია ასეთ თანამედროვე დროს კიდე არის რაღაცა მცდელობა რომ ადამიანები სოციალურ ყოფაში ჩაერთონ და რაღაც აქტიურები იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს მაშინ ეს ძალიან ვთქვათ აი სრულიად უუფლებო, სრულიად მოწყვეტილი სოციუმს და აი რასაც არიან რომ ისე უფალი ამბობს რომ ეს უფალმა დაუშვა სადიდებელად ღვთისა. ანუ ისე რაზეა ლაპარაკი რომ უფალმა შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში რაღაცა ამ ქვეყნიური მიწიერი ასე ვთქვათ სასიცოცხლო აუცილებელი თვისებები, უნარები რაღაცნაირად თავიდანვე არ მისცეს რაღაც დაუშვას რომ ეს ადამიანში ეს მიზეზები ეს პირობები არ იყოს სასიცოცხლო პირობები სრულყოფილი ჯანსაღი მაგრამ ამ ადამიანს უფალი უმზადებს რაღაცა დიდ სიკეთეს და ეს ამ ადამიანის მიერ ამ სიკეთის მიღება იქნება არა მარტო სასარგებლო ამ ადამიანისთვის არამედ ის იქნება სადიდებლად ღვთისა ანუ მრავალი ადამიანი აი ამ მის გარშემო მყოფი საზოგადოება ამ ადამიანის ასეთი ფერისცვალებით, ასეთი ნუგეშინის ცემით მრავალი ადამიანი შეიძლება ასე ვთქვათ მიიღოს სარგებლობა მრავალმა ადამიანმა და სარგებლობა არა სწორედ მატერიალური, არამედ სულიერი სარგებლობა. ანუ დაინახონ ღვთის წყალობა, მათშიც გაჩნდეს ასე ვთქვათ ღვთის განდიდების სურვილი, მათშიც გაჩნდეს ღვთის წინაშე გულის შემოსრულების სურვილი და ეს დაუშვეს შეიძლება უფალმა დაუშვას რაღაცა მძიმე ჯვარი ადამიანზე, მაგრამ ეს ჯვარი იყოს მომჭებელი ამ პიროვნებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც სიკეთისა. ანუ აქედან ჩვენ როგორია ღვთაებრივი თუ შეიძლება ითქვას განგებულება. ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა გზებით ატარებს. სხვადასხვა გზებით მიხავს თავისთან და არიან ადამიანები, რომელსაც განსაკუთრებული დანიშნულება აქვთ. აი თუნდაც წინასწარმეტყველები, თუნდაც სასულიერო დასი. ეს ამ ადამიანებს გაცილებით უფრო მძიმე ჯვარი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივად ერის ადამიანებს. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მათ მეტი მიეცათ, მათ მეტი, ასე ვთქვათ, შეიძლება მეტის დათმენა უწევთ, უფრო მძიმე ჯვრის ქვეშ არიან, მაგრამ აი ამ სიმძიმის მტვირთველობა საზოგადოებისთვისაც მოაქვს ამ სიმძიმის მტვირთველობის სიკეთე და თვითონ ამ პიროვნებას გაცილებით უფრო აახლოვებს ღმერთთან. ასე რომ განსხვავებული ჯვარი არ უნდა გვაშინებდეს იმ ადამიანებს, ვისაც გაცილებით უფრო მძიმე აქვს სხვა და ესე იგი რაღაცა მისია აქვს ადამიანს. რა ჯვარსაც ღმერთი გვაძლევს, როგორც რუსთაველი ამბობს, რაცა კაცსა ღმერთმა მისცეს დასჯერდეს და მას უბრუნდეს. აი რა ბედსაც გაძლევს, რა გზასაც გაძლევს, რა ტვირთსაც, ჯვარსაც გაძლევს, ის არის შენი მისია. აი ამ ჯვრის ტვირთველობით შენ მოგაქვს სარგებლობა შენი სულისათვის და საზოგადოების. აი სულ სხვანაირი ლოგიკა, არა ამ ქვეყნიური, არა მიწიერი. აი ეს ლოგიკა სრულიად განსხვავდება მხოლოდ ადამიანის ამ ქვეყნიური მიწიერი ესეთი კეთილდღეობის ღირებულებისაგან. იმიტომ რომ კეთილდღეობის ღირებულება ამ შემთხვევაში შეუძლებელია რომ იყოს მთავარი საზომი, აი ასე ვთქვათ, საღვთო განგებულების შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს აკლდეს კეთილდღეობა, მაგრამ აი ამ სწორედ კეთილდღეობას მოკლებულ ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდი ჯილდო მიიღოს, დიდი ღვთისგან დიდი წყალობა, დიდი ვთქვათ, ამაღლება მიიღოს, როგორც აქ ამ ცხოვრებაში, ისე მომავალ ცხოვრებაში. ასე რომ ესე მარტივად კეთილდღეობის არქონა შეფასდეს ბოროტებად არ არის სწორი.
კეთილდღეობის არ ქონა რასაკვირველია ჩვენ გვინდა რომ ყველა ადამიანს კონდეს ყველა ამ ქვეყნიური ხორციელი სიკეთე და ჩვენ ეს უნდა უსურვოთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ ამის შემსუბუქებაში, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ მაინც ყველას განსხვავებული ჯვარი გვაქვს. და აი, როდესაც რაღაცა კმაყოფილდება, რაღაცა არ კმაყოფილდება, ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას, არ უნდა იგრძნოს თავი რაღაცა დაჩაგრდა. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისი უფლებებისთვის არ უნდა იზრუნოს, თუნდაც იბრძოლოს. კი, შენ და რაღაცა შენი უფლებები დაიცვა, შენისა, მაგრამ თუ დაუშვათ რაღაც მიზეზის გამო, ანუ რა უფლებებზეა ლაპარაკი, როცა თქვათ ადამიანის, აი შეიძლება ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი ამ ქვეყნიური მიწიერი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, აი ეს კონდეს აი ეს ყველა ნუგეში, რაც აქვს ჯანმრთელ ადამიანს. და რას ნიშნავს ეს, რომ ეს ადამიანი რა დაჩეგრულია სხვაზე, უფრო უბედურია და ღმერთმა აი ესე ინება, რომ ერთი იყოს დაჩაგრული და მეორე არ იყოს დაჩაგრული. არა, რასაკვირველია. რასაკვირველია ყველა ადამიანს ღმერთი თავისი ჯვრის შესაბამისად მიაქებს. და აი სწორედ აქ ჩანს, რომ ამ უდიდესი ტვირთის, ამ უდიდესი ტკივილის მატარებელ ადამიანს ღმერთი ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, ჯილდოს მიანიჭებს და რა არის ეს ჯილდო? ეს ჯილდო არის ის, რომ ბოლოსა ეს ბრმად ყოფილი, რომელსაც თვალი აღუხილა უფალმა, სულიერი თვალი აღეხილება მას და მას გამოეცხადება უფალი, ანუ თავის თავს გამოუცხადებს. ყველა არ არის მზად, რომ უფლის გამოცხადება მიიღოს. არ არის ყველა ამისთვის მზად. და აი ეს აღმოჩნდება ეს ადამიანი, რატო უდრტვინველად ატარებდა ამ ჯვარს. ანუ ეს იყო რჩეული ჭურჭელი, რომელიც უფალმა იცოდა, რომ ამ ჯვარს იგი ყოველთვის სიცოცხლეში სანამ განიკურნებოდა და რომც არ განკურნებულიყო, ბოლომდე უდრტვინველად იქნებოდა ამ ჯვრის მატარებელი და რაც ნიშნავს ესეთი უდრტვინველი დარება? ეს ნიშნავს სასოებას, რომ ღმერთი ადამიანს არ ტოვებს ნებისმიერი გაჭირვების მიუხედავად და აი ეს უდრტვინველობა ჩვენ მქონდა სახარება გარღვეულის შესახებ 38 წელი ადამიანი იყო პარალიზებული, დამლადაცემული, ძლივს მოძრაობდა და მარტო იყო, არავინ არ ყავდა და არც ადამიანებს განიკითხავდა, არც ღმერთის სამდურავს. აი ესეთები იყო ეს დიახ, აი ეს შობითგან ბრმა. და ეს რო იყო ასეთი, ეს იცოდა უფალმა და ამიტომ ეს მძიმე ჯვარი დაადო, მაგრამ სწორედ ამ ადამიანის განკურნებით, ესე იგი, რომელმაც ასეთი მძიმე ჯვარი ატარა და განთავისუფლდა და მიიღო ის წყალობა, რასაც ელოდა, ამ ადამიანში იხსნება სულიერი ხედვა, იხსნება ის მზად არის მიიღოს თავისი მწყალობელისაგან, რასაც ის ეტყვის და ყოველგვარი შეორგულების გარეშე, მაგრამ სანამ ეს გახსნა მოხდება, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ გამოცდა. ესე იგი, ეს ადამიანი, რომელსაც თვალი აღეხილა, ეხლა დგას ორი, ესე ვთქვათ, ალტერნატიული არჩევანის წინაშე. რა არის ეს ალტერნატიული არჩევანი? პირველი, მას თვალი აღეხილა, მას აქვს ნუგეში, როგორც ყველა ადამიანს, რომ ხედავდეს, ანუ განიკურნა და რამხელა ეს ნეტარება, რამხელა ბედნიერებაა და მას შეუძლია დათქმეს ამ ცხოვრებით, ამ ქვეყნიური სიკეთით, რაც ნიშნავს თვალის ახელის შედეგად მიღებული სიკეთე და მაგრამ ამავე დროს მას აქვს საფრთხე იმისა, რომ დაკარგოს აი ამის, ესე ვთქვათ, ამავე დროს დაკარგოს რაღაცა სულიერი, რაც მასში იყო, რა იყო ეს სულიერი? ეს იყო რწმენა ღვთისა, ეს იყო ერთგულება ღვთის, მოლოდინი, რომ ღმერთი მოწყალეა და აი როგორ არის ეს დაკარგვის საფრთხე, საიდან ჩანს? ჩანს იქიდან, რომ აი სწორედ ეს წიგნობრები და ფარისევლები, ესე იგი, აღშფოთებული არიან, რომ იგი განიკურნა შაბათ დღეს და ესე იგი, ცდილობენ, რომ
როგორღაც აი ამ სასწაულის მიმართ ხალხში გაჩნდეს უნდობლობა. პირველი რომ ეს ვინც ეს სასწაული აღასრულა, ის არის დამნაშავე, სულის დამარღვეველი. ამიტომ ეს სასწაული არ არის ღვთისაგან. ეს რაღაცა მოროტი ძალისაგან, ეს უნდათ, რომ ეს ხალხს დააჯერონ ეს. და ბუნებრივია ახლა როგორ დააჯერონ ეს ხალხს და აი აშინებენ ხალხს, ეუბნებიან რომ აი ვინც მას აღიარებს როგორც ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, ჭეშმარიტ სასწაულს, რომ ღვთისგან მოქმედებს იგი და რომ იგი არ არის ცოდვილი, ვინც ამას იტყვის, პირდაპირ ესე იგი კანონია მიღებული, რომ ესე იგი მას ესე ვთქვათ კრებულიდან განდევნიან, ამ განდევნასაც თავისი ეტაპები ქონდა, ჯერ იყო რაღაც ვთქვათ ერთი თვე, მერე კიდე უფრო დიდი ხანი და მერე საბოლოოდ ისეთი განდევნა იყო, რომ აი წევლა მასზე და ოჯახის წევრებსაც აღარ ქონდათ მასთან ურთიერთობის. ანუ მოკვეთა, რასაც ქვია, აი ადამიანს რომ თემი მოიკვეთავდა ოჯახს ან პიროვნებას, აი ესე მოკვეთა, ესე ნუ საშინელება, ესე წყალი შეიძლება არ მოგაწოდოს ოჯახის წევრმა, არა თუ უცხო. აი წარმოვიდგინეთ, როგორი საფრთხე, ესე იგი ადამიანი უცებ გამოჯამთელდა, უნდა შეუძლია დათქვეს ამ სიკეთით, რასაც ამ ქვეყნიური მიწიერი სიკეთე ქვია და უცებ, ესე იგი მას თუ იგი აი რაღაცა თავის აი ამ კეთილის ყოფელს რაღაცნაირად დაეთანხმება, რომ ის რაღაც სოდვილია, რომ ის ღვთისგან არ არის მისი მოქმედება, აი მაშინ ეს ვთქვათ მას საფრთხე არ ემუქრება და თუ არ დაეთანხმება, შეიძლება უარესი დაემართოს იმ სიბრმავეზე უარესი, რომ აი რაღაცა მოკვეთილი და ნუ რაღაცა საშინელ ესე ვთქვათ დღეში ჩავარ. კიდევ უარეს დღეში ჩავარდეს, ვიდრე ბრმის მდგომარეობა. იქ მაინც ხალხი ეხმარებოდა, მათ ხოვარი იყო და რაღაც მოწყალებას მას ესე ვთქვათ გაიღებდნენ მისთვის, ხო? და აი ეს საშინელი რაღაცა დადგა მის წინაშე, ესეთი ალტერნატივა, რომ ან ეხლა მან რომელსაც ახლა სიცოცხლეში მობრუნდა და ამ ქვეყნიურ რაღაც სიკეთეს უცებ შეიძლება ახლა ისევ დაკარგოს ეს ყველაფერი და უფრო უარეს დღეში ჩავარდეს და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას თუ არ იტყვის რომ ის ცოდვილია და თუ იტყვის რომ ცოდვილია, ისე რას დაკარგავს იგი? დაკარგავს აი ამ სულიერ სიკეთეს, ხო? რაც აქამდე ქონდა ამდენი წელი ამას ატარებდა ამ ჯვარს და ითმენდა და ღმერთი წამდა და ეს წყალობაც მიიღო. ისინი თავის კეთილის ყოფილი უნდა ისინი შეურაცხყოს. უნდა იცრუოს. რომ ეს მიწიერი კეთილდღეობა შეინარჩუნოს და აქ რა შემოდის, რა სათნოება შემოდის? აქ შემოდის სიმამაცე. რომ შემზათა ხარ მსხვერპლზე, მაგრამ მზათა ხარ, ესე იგი წახვიდე მსხვერპლზე, მაგრამ უარი არ თქვა ჭეშმარიტებას. აი ეს არის გამოცდა და ამ გამოცდას იგი ღირსეულად აბარებს იმ დონეზე, რომ არათუ არ ეშინია ამ წინგნობრების და ფარისევლების, რომლებიც ხან აქედან მოუვლიან, ხან იქიდან მოუვლიან, მშობლებს დაიბარებენ, რომ აი აბა თქვენ ნამდვილად თქვენი შვილია, არ არის შვილი, ისინი ამბობენ, რომ ჩვენი შვილია, მაგრამ როგორ განიკურნა, არ ვიცით, ეშინიათ, ყველას ეშინია. იქ არის კიდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, თვითონ ფარისეველთა შორისაც იქნება ასთა სხვა იწყება ასეთი განსხვავებული აზრი ჩნდება, რომ კი, მაგრამ როგორ არის ცოდვილი ასეთი სასწაული მოახდინა, არის ნაწილი ფარისევლების, მაგრამ აი განმარტებელი ამბობს, წმინდა მამათა განმარტებაში წერია, რომ დაახშო ეს ხმა, უძერთი ისინი უცირესობაში იყვნენ და ვერ გაბედეს ბოლომდე წინააღმდეგობა და ანუ მათაც შეეშინდათ, ხო? ანუ გრძნობდნენ, რომ ესე არ არის, მაგრამ აი შეეშინდათ და აი ეს სიმამაცე არ ეყოთ. ამ დროს აი ამ ბრმად ყოფილს ეყო სიმამაცე და ესე იგი მზად არის მსხვერპლზე წავიდეს მოკვეთაზე, მაგრამ თავის კეთილს ყოფილს რასაკვირველია ბოროტად ვერ მოიხსენებს და აი ამ სინდისის ხმას უსმენს,
ეს არის სწორედ გამარჯვება, ეს სიმამაცე, რომ შენ მსხვერპლზე წახვიდე, მაგრამ ღმერთს არ უღალატო, ჭეშმარიტებას არ უღალატო, შენი სინდისის ხმას არ უღალატო. აი ესეც ჩვენ ახლა განვიხილეთ. ესე იგი, აღდგომიდან მეორე კვირა იყო რწმენის შენარჩუნების აუცილებლობა და შემდეგ არის სათნოებები, რომლის გარეშეც რწმენა უნაყოფოა, ეს არის სიყვარული, ეს არის უდრტვინველობა, ეს არის სწორედ აი სულიერების ძიება და აი ესეთი ძიება ჭეშმარიტებისა და აი მესამე ეს არის და მეოთხე ეს თუ შეიძლება ისე ითქვას სათნოება მეოთხე სათნოება ეს არის სიმამაცე და აი სიმამაცე გამოავლინა ამ ადამიანმა და აი როცა სიმამაცე გამოავლინა იგი გახდა ღირსი იმისა რომ მას უფალი გამოეცხადება და ეტყვის რომ ესე იგი გწამს შენ ძեղთისა და ვინ არისო ანუ იგივე მესია რომ ვიწამო და შენ გეტყვის იგივე შენთან არის ანუ მე ვარო ესე იგი ფაქტიურად და წამს უფალო და თავის იგი აი ამ სათნოებისათვის ადამიანს სრული გამოცხადება აქვს სრულად ესე იგი იხილა მესია იხილა ღმერთი აი ანუ რა ახშობს ადამიანის სულიერ ხედვას და რა ხსნის მის ხედვას სათნო ცხოვრება ხსნის მის სულიერ ხედვას და ეს საფეხურებრივად მიდის და ყველა წინააღმდეგობას ძლევს და მიდის ამ სულიერ გამოცხადებასთან ჭეშმარიტების ხილვასთან და არასწორი ესე იგი ცოდვილი ცხოვრება და ცხოვრება რომელსაც ადამიანი ცოდვას არ შეინანებს სინდისის ქეჯნა არ აქვს სინდისის ხმას ახშობს თავს იმართლებს აი ეს არის ამპარტავნება ეს არის თვითკმაყოფილება ეს არის სიკვდილი სულიერი სიკვდილი და როდესაც ადამიანი უკვე აი თეთრზე ამბობს რომ შავია და შავზე ამბობს რომ თეთრია ესე იგი ადამიანი შეპყრობილია უკვე მას აზროვნების უნარი აღარ აქვს იგი აი თავის შეხედულებების ტყვეარი და ესეთი კატეგორიული აზროვნება ეს არის დამღუპველი და სამწუხაროდ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხშირად ხდება რომ ადამიანი ან ჯგუფი ადამიანებს არიან თვით დაჯერებული მეტისმეტად ესე ვთქვათ კატეგორიულად და არასოდ არ უშვებენ თავის შეცდომას და არ უშვებენ რომ ვიღაცა სხვას ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს შეიძლება კონდეს რაღაცა სიმართლე ეს არის შეპყრობილობა ეს არის სულიერი ხედვის დახშობა და აი სწორედ ამისგან უნდა დაგვიფაროს ღმერთმა მაგრამ ამ დაფარვა გამოსავალი არის განცდა ითვისთა ცოდვათა სწრაფვა სულიერი ამაღლებისაკენ სრულყოფისაკენ საკუთარი ცოდვების მონანიებისაკენ და ცოდვების დაძლევისაკენ აი ეს ხდება ეკლესიაში ამაში გვეხმარება ეკლესია რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და არ მხოლოდ ჩვენ თავს არ მივენდოთ ეკლესიის გამოცდილებას მივენდოთ ეკლესიის წევრების აზრს პირველ რიგში სასულიერო და ასევე ჩვენ მრევლის წევრებს და აი ესე ძიებით მივიდეთ ჭეშმარიტებასთან და სინანულით მივიდეთ ჭეშმარიტებასთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახარო და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი სულიერი თვალი აგვეხილოს სწორი ცხოვრებით და დაგვიფაროს სულიერი თვალის დახშობისაგან. გაიხარეთ, მრავალს დაესწარით ჩვენთან არს ღმერთი.